ყოველ მეორე ადამიანს აწუხებს თავის ტკივილი დრო და დრო. ზოგჯერ თავის ტკივილი არ არის უბრალოდ ტკივილი, ის გრძელდება საათები, ზოგჯერ დღეებიც და ადამიანს ხელს უშლის ნორმალურ ცხოვრებაში. ამიტომ საჭიროა ზუსტად ვიცოდეთ თავის ტკივილის მიზეზი, რომ სწორად ვუმკურნალოთ მას და ზუსტად ამიტომ მე გეტყვი 5 ყველაზე გავრცელებულ მიზეზს თავის ტკივილისას და მათ მკურნალობას. პირველი და ყველაზე ხშირი თავის ტკივილი არის დაძაბულობის თავის ტკივილი. ეს ყოველ მეოთხე ადამიანს აწუხებს. დაძაბულობის თავის ტკივილია თუ მოჭერის შეგრძნება გაქვს თავზე, თითქოს რაღაცა გაწვება, თითქოს რაღაცა შემოჭერილი გაქვს ორივე მხარეს და ეს ტკივილი შეიძლება ამოდიოდეს კისრიდან და გადადიოდეს შუბლზე. ეს ტკივილი არ არის ძალიან ძლიერი, უფრო მეტად ფონურად არის და ტკივილი არ პულსირებს, ანუ არ ფეთქავს, არ ძლიერდება ჩვეულებრივი მოძრაობისას, მაგალითად კიბეზე ასვლისას. მაგალითად, დღის განმავლობაში ზიხარ 6 საათი კომპიუტერთან, ან რაღაცა საქმე გაქვს და გიწევს ჯდომა დიდი ხნის განმავლობაში და საღამოს თუ კისრის და თავის გარშემო გტკივა, ეს როგორც წესი დაძაბულობის თავის ტკივილი. ასევე სტრესის დროს, ან კონფლიქტის დროს, ან უბრალოდ როცა გადაიღლები და მოჭერას გრძნობ თავის გარშემო, ესეც დაძაბულობის თავის ტკივილია. ხშირად როცა ადამიანები ამბობენ, რომ თავი ამტკივდა და წნევა მაქვს, ესეც როგორც წესი და წნევა მიჭერს, როცა ამბობენ თავზე, როგორც წესი ეს არის ხოლმე დაძაბულობის თავის ტკივილი და ეს არ არის წნევის გამო. ან როცა დიდი ხანია არ გიჭამია და მშიერი ხარ ორივე მხარეს თუ გაქვს მოჭერის შეგრძნება, ესეც დაძაბულობის თავის ტკივილია. ხშირად არის შეკითხვა, რომ რატო ვითარდება ესეთ თავის ტკივილი, ძირითადად ეს არის კისრის კუნთების და თავის კუნთების გამო. როცა დიხანს დაძაბულია, ტკივილის რეცეპტორები აქტიურდება და შენ მერე თავი გტკივა. მეორე მიზეზი ის არის, რომ ამ კუნთებისგან ხომ მოდის სიგნალები იგივე ტკივილის ზოგ შემთხვევაში და ამას ტვინი აღიქვას გადამეტებულად, ტვინი სწავლობს, რომ მცირე სიგნალზეც უნდა შეიგრძნოს ტკივილი, ამას ცენტრალური სენსიტიზაცია ქვია. ანუ კუნთების პრობლემაა ცენტრალური სენსიტიზაცია, ესა ტკივილის მიზეზები. თუ ადამიანს თვეში ერთხელ ტკივა, ან ისეთ გაივლის თვე რო არ ტკივა, მოკლედ პრობლემა არა, მაგრამ თუ 3 თვის განმავლობაში 1-დან 14 დღემდე გრძელდება ეს დაძაბულობის თავის ტკივილი, ამას ხშირი ეპიზოდი ქვია. და თუ 3 თვის განმავლობაში 15 დღეზე მეტ ხანს გრძელდება, ნიშნავს, რომ ქრონიკული თავის ტკივილი აქვს ადამიანს. რაც შეეხება მკურნალობას, ყველაზე მარტივი მკურნალობა დაძაბულობის თავის ტკივილის არის პარაცეტამოლი და იბუპროფენი. პარაცეტამოლი 500 მგ 6 საათში ერთხელ, იბუპროფენი 400 მგ მაქსიმუმ 3-ჯერ დღეში. იბუპროფენი სასურველია, რომ საკვებთან ერთად ან ჭამის მერე, რადგან კუჭი არ გააღიზიანოს, თუ ადამიანს კუჭის წყული აქვს, ან ეროზიები აქვს, ან კუჭიდან სისხლდენის რისკი აქვს, მაშინ იბუპროფენი და სხვა ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდები არ არის რეკომენდირებული და მათთან ფრთხილად უნდა იყოს, ჯობია საერთოდ არ მიიღოს, ამ დროს ჯობია პარაცეტამოლი მიიღოს ადამიანმა. და აქ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი. თუ პარაცეტამოლს, ასპირინს ან სხვა თავის ტკივილის სწამლებს, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდებს იღებ 15 დღეზე მეტ ხანს, 3 თვის განმავლობაში, თავის ტკივილი შეიძლება თვითონ წამლისგან გაუარესდეს. ანუ არ იმოქმედოს კარგად, პირიქით იმოქმედოს უარყოფითად, ამიტომ არის რომ სასურველია, რომ თავის ტკივილის სწამლები არ მიიღო დიდი ხნის განმავლობაში, რამდენიმე დღეზე მეტი არ მიიღო, 2-3 დღე. წამლის გარეშე შეიძლება რაღაცები გააკეთო, მაგალითად არის ეკრანთან პაუზები, დიდხანს არ იდე კომპიუტერთან, ადგე გაიარ გამოიარო, კისრის ვარჯიშები გააკეთო, რეგულარულად წყალი დალიო, რომ დეჰიდრატაცია არ მოხდეს, სტრესის მართვა, რომ ნაკლები სტრესი გქონდეს და ივარჯიშო, რომ შენი ორგანიზმი სტრესს უკეთ გაუმკლავდეს და სისხლის მიმოქცევაც გაუმჯობესდეს, მათ შორის თავის ტვინშიც. მეორე ყველაზე ხშირი მიზეზი თავის ტკივილის არის შაკიკი. შაკიკი ყველამ ვიცით, მათ ისეთია პროზაული დაავადება, რომელიც ხშირად არის აღწერილი და სამედიცინო კუთხით თუ ვიტყვით, რა ხდება ახლა აქ. თავის ტვინი ხდება ზედმეტად მგრძნობიარე გარკვეული გამღიზიანებლების მიმართ. ეგ არის იდეა და ეს შაკიკი აწუხებს ძალიან ბევრ ადამიანს მსოფლიოში. აი ამითია ცნობილი. უმეტესად ქალებს და ქალებს შაკიკი ემართებათ, აღწერილია ხოლმე ისე რომ რაღაც თითქოს ექსკლუზიურად ქალების დაავადება იყოს, თუმცა არ არის ესე, კაცებსაც ემართებათ. როგორია შაკიკის ტკივილი? ეს არის ძირითადად ცალმხარეს, ან ცალმხარეს ტკივა ადამიანს თავი, თითქოს თავი გიფეთქავს, პულსირებს, გეგონა გულის ცემას აყვება თითქოს ეს თავიო, აი ესეთი შეგრძნება გაქვს და თითქოს რაღაც ფეთქავს შიგნიდან.
და ადამიანები ამბობენ, რომ ვერ მოძრაობ, თორე უფრო ამტკივდება. ანუ მაგ დროს ძალიან ძნელია, რომ ადგე და ივარჯიშო მაგ დროს, ან ადგე და კიბებზე ახვიდე, იმიტომ რომ თავის კიბილს საშინლად გიუარესდება, სინათლემ შეიძლება გააღიზიანოს, ხმაურზე გააღიზიანებს, ხმაურზე შეიძლება თქვას, რომ ხმაური მიშლის უფრო მეტად მტკივა, გულისრევის შეგრძნება ქონდეს ადამიანს და ადამიანი გეუბნება, რომ მინდა ბნელ ოთახში დავწე და აი არავინ შემეხოს. ვიყო ჩემთვის. შაკიკისთვის ძალიან დამახასიათებელია აი ეს ფეთქავი ტკივილი და ტკივილის გაძლიერება მოძრაობის დროს. აი ეგ არის კლასიკური ნიშანი, რომ ეგრევე მიხვდე, რომ ეს არის შაკიკი. ან თუ კიბებზე ასვლისას მოკლედ ადამიანს თავის ტკივილი უარესდება, როგორც წესი ესაა შაკიკი. შაკიკს ახასიათებს შეტევები, ან შეტევის სახით მოდის შაკიკი, რომელიც გრძელდება 4 საათიდან 72 საათამდე. ანუ 2-3 დღე ან 4 საათი შეიძლება რამდენიმე საათი. მოკლედ შეტევებად არის და ზოგ ადამიანს ეწყება გაღიზიანება, შაკიკი გამოვლინდება და ნიშნები აქვს გაღიზიანება, მტქნარება, საკვების ძლიერი სურვილი, კისრის დაჭიმულობა, დაღლილობა, უცნაური შეგრძნება, აი თითქოს შეტევა მოდის და ზოგ ადამიანს აქვს აურა. ანუ ეს რაც ვთქვი, მაგალითად გაღიზიანება, მტქნარება, ეს აურა არ არის, მაგრამ აურა არის კიდე ასევე სხვა ნიშნები. აურას ეძახიან ტკივილამდე ჩნდება კონკრეტული ნევროლოგიური სიმპტომები, მაგალითად თვალში ბრწყინავი ხაზები ჩნდება, ან ზიგზაგები, ან ბნელი ლაქა, ან ადამიანს უჭირს კარგად დანახვა. ამას ეძახიან აურას, როგორც წესი. და შეიძლება ზოგ ადამიანს ჰქონდეს სახეზე ჩხვლეტის შეგრძნება, ან მეტყველების დროებით გაძნელება. და ეს აურა უძღვის ხოლმე წინ შაკიკის შეტევას და ადამიანმა იციან, რომ აურა რო ემართებათ, მე იციან, რომ აი შაკიკის შეტევა იწყება. ხო, ეს აურა გრძელდება დაახლოებით 5-დან 60 წუთამდე, მაგრამ თუ ასეთი სიმპტომები პირველად აქვს ადამიანს, ან ძალიან უცნაურია, საჭირო რომ ნევროლოგმა შეაფასოს, იმიტომ რომ შეიძლება არ იყოს აურა და შეიძლება იყოს ინსულტი, თუ ვინმე სასაკოვან ადამიანს და ნუ ახალგაზრდა ადამიანებში თუ ესეთი რამე დაემართა, მე თავის ტკივილია, ეგ როგორც წესი შაკიკია. აი მაგალითად კლასიკური სცენარი არის ესეთი, რომ ადამიანს ეწყება ტკივილი ცალ-მხარეს, თავის ტკივილი ცალ-მხარეს, მაგალითად საფეთქელში, ან თვალის უკან და ტკივილი პულსირებს, სინათლე აწუხებს, ხმაური აწუხებს და ურჩევნია რომ ბნელ ადგილას იყოს. აი ეს არის შაკიკი. მეორე სცენარი მაგალითად, რომ აი ადამიანი ამბობს, რომ თუ წვები კიდევ უძლებ, მაგრამ როგორც კი ავდგები და კიბეებზე ავალ, საშინლად მტკივრდება თავი. ესეც შაკიკისთვის ძალიან ტიპიურია. და ასევე თუ თავის ტკივილს ახლავს გულისრევა და ზოგჯერ ღებინებაც კი და თუ ადამიანი ვერ იტანს საჭმლის სუნს, ხმას, სინათლეს, ხშირად ესეც შაკიკია. და მეოთხე სცენარი კიდე არის მენსტრუაციასთან დაკავშირებული ტკივილი. ეს ბევრ ქალს აქვს, რომ შაკიკი ეწყება მენსტრუაციამდე ან მენსტრუაციის პირველ დღეებში. ესეც შაკიკია, იმიტომ რომ ესტროგენების დავარდნა მოკლედ აპროვოცირებს აი ამ შაკიკის შეტევებს. ახლა რატო ხდება შაკიკის შეტევა? აი ეს ახსნათ მექანიზმი. შაკიკის შეტევა იწყება ტვინში უნდა მივიდეს სიგნალი. სიგნალი მიდის სამწვრა ნერვიდან. სამწვრა ნერვი გამოდის სახეზე ეს ნერვი. ეს ნერვი უნდა აღიგრძნოს მოკლედ. ეს ნერვი აღიგრძნება, ის გამოიმუშავებს მოლეკულას, რომელსაც ეძახიან CGRP-ს, ანუ კალციტონინის გენთან დაკავშირებული პეპტიდი და ეს პეპტიდი რო გამოიყოფა, ის აფართოებს სისხლძარღვებს და სისხლძარღვების გაფართოება აწვება ნერვებს, მიმდებარე ნერვებს. ეს ნერვები ღიზიანდება, მე ეგ იწვევს თავის ტკივილს. ანუ სისხლძარღვების მტკივნეული გაფართოება იწვევს შაკიკის ტკივილს. აი ეს არის. და ამაზე ორგანიზმი გადაჭარბებულად პასუხობს, მოკლედ ტვინში განგაშის სისტემა ჩაირთვება, რომ ეს რაღაც ტკივილია და ეს არ არის უბრალოდ თავის ტკივილი, საკმაოდ ძლიერი ტკივილია და ადამიანს მნიშვნელოვნად უშლის ყოველდღიურობაში ხელს. ახლა შაკიკის მკურნალობა როგორია? ერთი მარტივი პრინციპი რაც უნდა იცოდეს ადამიანმა, რომ შაკიკის წამალი ჯობია მიიღო, როგორც კი შეტევა იწყება. ანუ არ უნდა დაელოდო ტკივილის გაძლიერებას, თორემ მე ეფექტი ნაკლები აქვს წამალს. რადგან როცა შაკიკის შეტევა გაიშლება მოკლედ თავის ტვინში და სისტემა უკვე ძლიერად არის ჩართული, უკვე პრეპარატებს ნაკლები ეფექტი აქვს. ხო, ამ დროს დიდი მნიშვნელობა პარაცეტამოლს და იბუპროფენს როგორც წესი არ აქვს ვეშველის, ხო. თუმცა ზოგ ადამიანისთვის ეფექტურია, ამიტომ შესაძლებელია რომ 500-დან 1000 მილიგრამამდე პარაცეტამოლი 6 საათში ერთხელ შესაძლებელია. ხო. ნუ ღვიძლის პრობლემასთან უნდა იყოს ადამიანი ფრთხილად, როცა პარაცეტამოლს იღებს. მაგრამ ძალიან მაღალი დოზებია საჭირო იმისთვის, რომ ღვიძლი დაზიანდეს. როგორც წესი, დიდი პრობლემა არ ახოლმე, მაგრამ მაინც ყურადღებას უნდა იყოთ, ბევრი პარაცეტამოლის მიღება არ არის რეკომენდირებული. არის უფრო მნიშვნელოვანი წამლები შაკიკისთვის, რომელსაც ტრიპტანებს ეძახიან. ტრიპტანები სპეციალურად შაკიკის წამლებია, მაგალითად სუმატრიპტანი,
რომელიც მიიღება ზრდასრულებში 50 მგ შეტევის დროს და რაც უფრო მალე ტკივილის დაწყებიდან მით უკეთესი მოკლედ ხო და შესაძლებელია ხოლმე ვთქვათ განმეორებითი დოზა თუ ტკივილი დაბრუნდა, მაგრამ ეს უნდა იყოს ექიმის ინსტრუქციის მიხედვით. ტრიფტანები არ არის ყველასთვის უსაფრთხო, განსაკუთრებით იმ ადამიანების, ვისაც გულის შემიური დაავადება აქვს, ან გარდატანილი ინფარქტი აქვს, ან უკონტროლო მაღალი წნევა აქვს, ამიტომ წნევისთვის შეიძლება იყოს პრობლემა და ამიტომ ყურადღებაა საჭირო. შაკიკის დროს ზოგჯერ არის ხოლმე კომბინაცია, მაგალითად ტრიფტანები და იბუპროფენი, ან ტრიფტანები და პარაცეტამოლი, ზოგადად კომბინაციები უკეთესად მუშაობს. და ზოგჯერ არჩევენ ხოლმე რომ შაკიკს პრევენციულად უმკურნალობ. პრევენციული მკურნალობა ნიშნავს რომ სანამ სიმპტომები განვითარდება, მანამდე მკურნალობ. მოკლედ რომ არ განვითარდეს და ამისთვის გამოიყენება ხოლმე ბეტა ბლოკერები, ზოგჯერ ანტიეპილეფსიური პრეპარატები, ზოგჯერ ანტიდეპრესანტების გარკვეული ჯგუფი, ზოგჯერ ბოტულინის ტოქსინის ინექციები შაკიკისთვის, ვისაც ქრონიკული შაკიკი აქვს. ხო. და ახალი პრეპარატები ასევე, რომელიც მოქმედებს იმ CGRP სისტემაზე. ანუ როცა გასრულებულია შაკიკი, მოკლედ მკურნალობა ინდივიდუალურად უნდა. ეხლა წამის გარშე რისი გაკეთება შესაძლებელია შაკიკისთვის. ერთი არის რომ ძილი, სტაბილური ძილი და გაღვიძება ძილი და საკმარისი რაოდენობით ძილი ძალიან მნიშვნელოვანია, რეგულარულობა ძილის. ასევე კვება არ უნდა გამოტოვო, რადგან ადამიანს ზოგჯერ ემართებათ კვების გამოტოვების დროს შაკიკის შეტევები, წყლის რეგულარული დადლება, კოფეინის ერთიანი რაოდენობით მიღება, სტრესის მართვა, ეკრანთან და მკვეთრ სინათლესთან კონტროლი და ზოგჯერ არის ხოლმე რეკომენდებული თავის ტკივილის დღიური, სადაც ადამიანს წერს, რომ აი როდის დაიწყო ტკივილი, რამდენ ხანს გაგრძელა, რა მიიღო, რამ გამოიწვია, რა უშველა. ანუ ადამიანები აწარმოებენ იმის, რომ დააკვირდნენ და შეისწავლონ საკუთარი მდგომარეობა, ეგ უხელს უწყობს გრძელვადიანად აკონტროლონ საკუთარი დაავადება. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაზე ძლიერი თავის ტკივილი შაკიკი არ არის. და აქაა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თუ კი ტკივილი დაიწყო უეცრად, წამებში და ეს არის ძლიერი ტკივილი, რაც შენ ცხოვრებაში გიგრძნია და თან ახლავს ხელის და ფეხის სისუსტე, მეტყველების დარღვევა, გონების დაბინდვა, ან კრუნჩხვა, ან ცხელება და კისრის გაშეშება, ან მხედველობის დაკარგვა, ესენი არ არის შაკიკი. ანუ ეს შეიძლება იყოს ბევრად უფრო სერიოზული დაავადება, რომელსაც სასწრაფოდ სამედიცინო ჩარევა ჭირდება, სასწრაფოდ ჰოსპიტალიზება ჭირდება, ან შეიძლება ზოგ შემთხვევაში იყოს ანევრიზმის გახება, სადაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს მოკლედ საათებსაც, წამებს და წუთებსაც. ამიტომ ყურადღებაა საჭირო და ანუ ეს უნდა დაიმახსოვროს ადამიანმა, თუ რამე უნდა დაიმახსოვროს, რომ შაკიკი ყველაზე ძლიერი ტკივილი, რაც ცხოვრებაში განუცდია ადამიანს არ არის. ძლიერი ტკივილია, მაგრამ ეგეთი ძლიერი არ არის. ამიტომ ეგეთი რაღაცა თუ ერთბაშად იგრძნო, სასწრაფოდ ჰოსპიტალიზებაა საჭირო. მესამე მიზეზი თავის ტკივილის არის კისრიდან მომდინარე ტკივილი, ამას ეძახიან ცერვიკოგენულ ტკივილს. ეს რას ნიშნავს, რომ კისრის სახსრები ზიანდება, მოკლედ კისრის სახსრებშია ტკივილი, ან კუნთებში, ან იოგებში, ან ნერვებში და ეს ტკივილი გადის კეფაზე, საფეთქლებზე, შუბლში და ადამიანები ამ დროს ამბობენ, რომ კისრიდან ამომდის ტკივილი და თავში გადადის, ან როცა თავს ვატრიალებ უფრო მეტად მტკივა, ან კეფიდან იწყება და მერე შიგნით შედის ეს ტკივილი, ან კისერი მაქვს გაშეშებული და თავის მაწუხებს. ეს ტკივილი როგორც წესი არის ცერვიკოგენული, ანუ კისრიდან მომდინარე თავის ტკივილია. მიზეზები არის ძირითადად კისრის ტრავმა, რაც ცუდად ძილი, ან მანქანაში დიდხანს ჯდომა, ან ტელეფონი ცუდად გეჭირა და ეგეთი მიზეზები აქვს კისრიდან მომდინარე თავის ტკივილებს როგორც წესი. და ხო, ის არის რომ კისრის ზედა ნაწილიდან წამოსული ნერვული სიგნალები და თავის ტკივილის სიგნალები ტვინში ერთ გზას გადის მოკლედ რა და ამიტომ კისრიდან წამოსული ტკივილები თავის ტკივილის შეგნებასაც იწვევს, იმიტომ რომ ტვინი ვერ არჩევს მერე საიდან არის. ეგ არის აზრი მოკლედ კისრიდან წამოსული თავის ტკივილის. ხო, ეხლა მკურნალობა რა უნდა გავაკეთოთ? მკურნალობა არის კისრის სახსრების გაფრთხილება. ეგ არის ყველაზე კაი. ეკრანთან პაუზები, კისრის მსუბუქი ვარჯიშები, ზურგის და კისრის კუნთების გამაგრება, თბილი კომპრესიები, პოზის შეცვლა, ფიზიოთერაპია, აი ესენია ყველაზე კაი ვარჯიშები. პარაცეტამოლი და იბუპროფენი ბევრჯერ ეფექტურია. ხო, დოზები იგივეა, რაც დაძაბულობის თავის ტკივილის დროს. და მეოთხე ტიპის თავის ტკივილი არის ვირუსული ინფექციების გამოწვეული თავის ტკივილი, ან სიცხის დროს. ხო, ეხლა რაშია საქმე, რომ როცა ადამიანს აქვს გაციება, ან გრიპი, ან კოვიდი, ან სხვა ინფექცია, ვირუსი მოკლედ, ან სურდო, კუნთების ტკივილი, სიცხე, ხშირად თან ახლავს ხოლმე თავის ტკივილი და ადამიანები ამბობენ, თავი დამძიმებული მაქვს, თვალები მტკივა, მთელი თავი მეწვის, ან მტკივა. სიცხესთან ერთად თავი მისკდება, სხეულიც მტკივა, ესეთ რაღაცებს ამბობენ. ხო, და ხშირად ადამიანები თავს გრძნობენ სუსტად. ეხლა რატო ხდება ეს? ვირუსებს ახასიათებს ის, რომ ორგანიზმში იწვევენ ანთებას. ხო, ეს ანთების მედიატორები იწვევენ თავის ტკივილსაც. აი ეს არის მთელი ამბავი. და ანუ ვირუსთან ბრძოლისას იმუნური სისტემა ამ გამოყოფს ამ ანთებით მედიატორებს, მაგალითად ციტოკინებს
და ეს ციტოკინები პასუხისმგებელია სიცხეზეც, იმაზეც სხეულის ტკივილზეც, დაღლილობაზეც, მათ შორის თავის ტკივილზეც და აი ესე ემართება ადამიანს. ხო, მკურნალობა არის ვირუსების მკურნალობა რეალურად, ანუ ამ ვირუსულ ინფექციას მკურნალი და ეგ არის მთავარი მკურნალობა. და მეხუთე ტკივილი არის სინუსის და ცხვირის გამო გამოწვეული ტკივილი, თავის ტკივილი. ხო, ეს რა შეასაბამება? ჩვენ სახეზე გვაქვს ღრუები, ან რამდენიმე ღრუ არის, ძლოვანი ღრუ, ან ძვლები ქმნიან ამ ღრუებს. და იქ ანთება თუ ვითარდება, მოკლედ მაგას შეუძლია რომ გამოიწვიოს სინუსის თავის ტკივილი. ხო, ეს არის როცა ადამიანს ახასიათებს თან ცხვირის გაჭედვა, სქელი გამონადენი, სახეზე ზეწოლის შეგრძნება, აი და ადამიანები ამბობენ შუბლზე მაწვება რაღაცა, ლოყები მტკივა, თვალის ქვეშ სიმძიმეს გრძნობ და როცა თავს ხრი უფრო მიძლიერდება, ცხვირი გაჭედილი აქვს, ცხვირიდან ჩირქიანი გამონადენი ვით აქვს. აი ეს არის სინუსის თავის ტკივილის ნიშანი. მაგრამ ხშირ შემთხვევაში ან შაკიკია ხოლმე, ან დაძაბულობის თავის ტკივილი, ანუ შედარებით იშვიათია. განა არ არის სინუსის თავის ტკივილი, არის, მაგრამ შედარებით იშვიათია და იმ ადამიანებს, ვისაც სინუსიტი აწუხებთ, ან ქრონიკული სინუსიტი აწუხებთ, ან ყოველ შემთხვევაში ცხვირიდან ჩამონადენი ძალიან მნიშვნელოვანია, ცხვირში გაჭედილობა ძალიან მნიშვნელოვანია. შუბლზე მაწვება, ლოყები მტკივა, ეს თავს რო დაუხრი ზეწოლის შეგრძნება, ესენი ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მივხვდეთ, რომ სინუსის თავის ტკივილია. ძირითადად არის ხოლმე გაციების შემდგომი, გრიპის ან გაციების შემდგომი ადამიანის ცხვირში გაჭედილობა რჩება, მერე სინუსში გადის ინფექცია და მერე ვითარდება ეს. ანუ ასოცირებულია ხოლმე რომ აი გავცივდი და მერე ამბობენ ხოლმე ადამიანები. მკურნალობა ხშირად ვირუსულია, მაშინ დასვენება ორთქლიან თბილი გარემო, ალერგიის კონტროლი, სითხეების მიღება, ეს არის ხოლმე ზოგჯერ ტკივილ გამოყუჩებული ანტიბიოტიკები პირველი ნაბიჯი არაა, მოკლედ ცხვირი გაგეჭედა და ეგრევე ანტიბიოტიკი მიიღო, ეგ არ არის რაციონალური მკურნალობა, შეიძლება არასწორი და არაეფექტური იყოს და ზიანის მომტანი და თუ ბაქტერიულია, მაშინ ანტიბიოტიკი განიხილება მხოლოდ მაშინ, რომ თუ ბაქტერიული სინუსიტი აქვს ადამიანს, ხო, ამისთვის საჭიროა რა თქმა უნდა შესაბამისი სიმპტომები უნდა იყოს, რომ ხო, ასევე აქვე არის, რომ თუ თვალის გარშემო აქვს ადამიანს შეშუპება, მხედველობა გაუარეს და ან ძლიერი ცალმხრივი სახის ტკივილი, ან აბნეულობა, მაღალი სიცხე და ძალიან ძლიერი თავის ტკივილი, ხო, ეს აღარაა უკვე სინუსით გამოწვეული თავის ტკივილი, უფრო სერიოზულია და მაგ დროს ჰოსპიტალიზებაა საჭირო. კიდევ სხვა რაღაცებმა შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, რა თქმა უნდა, არსებობს იშვიათი თავის ტკივილის მიზეზები, ან მაგალითად ადამიანი ყავის მოხსნის შემდგომ თავის ტკივილი ყავას რომ სვას, არა და თუ დაანება თავი, მერე ტკივდება თავი, ზოგჯერ წყალს რო არ სვას საკმარის რაოდენობით, ზოგჯერ როცა არ ძინავს, ანუ სხვა მიზეზები შეიძლება იყოს, რა თქმა უნდა და მათ შორის ყოველდღიური მიზეზებიც. და ახლა ვთქვათ, უბრალოდ ყველაზე მთავარი ნაწილი პრინციპში, როდის არის საშიში, რეალურად ეხა არც დაძაბულობის ტკივილი, არც შაკიკი რაღაც ადამიანს ისეს არ უშრება, მაგრამ თავის ტკივილი ახასიათებს ასევე სისხლჩაქცევა თუ აქვს ადამიანს თავში, ინსულტი, მენინგიტი, თავის ტვინის ტრამვის შედეგად სისხლდენა თუ აქვს, ტვინის სიმსივნე თუ აქვს, ანუ თვალის მწვავე გლაუკომა თუ აქვს, ბევრმა რაღაცა მიცის იშვიათმა, მაგრამ მაინც საშიში სიმპტომები. ეხლა რა უნდა ვიცოდეთ? თუ ტკივილი ვითარდება უეცრად წამებში და ადამიანი ამბობს, რომ ყველაზე ძლიერი ტკივილი ჩემს ცხოვრებაში ეს არის. თუ თან ახლავს ხელის ან ფეხის სისუსტე, მეტყველების დარღვევა, ან სახის ასიმეტრია, დაბნეულობა, კრუნჩვა, გონების დაკარგვა, ან სიცხე და კისრის გაშეშება თუ ახლავს თან, ან ტკივილი თუ დაიწყო ტრამვის შემდეგ, ან ახალი თავის ტკივილი 50 წლის მერე და ტკივილი ყოველდღე ძლიერდება და იცვლის ხასიათს ესეთ, ან არის თვალის ძლიერი ტკივილი და წითელი თვალი და მხედველობის დაბინდვა. ესენი არის რეალურად წითელი დროშები, რომლის მიმართაც ადამიანი უნდა იყოს ყურადღებით და თუ რომელიმე ასეთი იქნება, მაშინ აუცილებელია შემდეგი გამოკვლევები და ჰოსპიტალიზება ბევრ შემთხვევაში და სასწრაფო ჩარევაც ზოგ შემთხვევაში. აი ეს იყო რის თქმა წმინდოდა, მადლობა რომ მისმენით, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, მადლობა ინტერესისთვის.